მაზალმა დაადგინა გრაფიკი ყველაფრის და დატოვა ესე. დიდება უფალს, მადლობა ღმერთს თითოეული თქვენთაგანისათვის. დღეს პასექის დღეა ჩემო ძვირფასებო. ეს არის მცოცავი გრაფიკით, სავსემთვარეობის დღეა, პასექის დღეა. ასეთი პერიოდი იქნებოდა უფალი რომ ჯვარზე გააცვეს ფაქტიურად ერთ დღეში ცეცხლი ძენთო იცით თქვენ. რასაც ერთ კვირაში იზეიმებენ, ეს არის აშერას დღესასწაული, რასაც რომის იმპერიაში ზეიმობდნენ ყოველთვის. მოდი დავასრულოთ ჩვენი მსახურება, ვილოცოთ და ჩვენ ველოდებით მის ნამდვილ მისი პასექის და მისი აღდგომის ძალის გამოვლენას. ეს დედამიწა უნდა დავტოვოთ მის განზომილებაში. დიდება უფალს. მოდი ვილოცოთ და ასე დავასრულოთ ჩვენი მსახურება. დიდება უფალს. მადლობას გიხდი ჩემო უფალო თითოეული შენი შვილისათვის. ვინაიდან სადაც 2 და 3 ვიკრიბებით შენი სახელით, შენი ხარ ჩვენ შორის. შენ შეეხეთ თითოეულ მათგანს უფალო, ვინც შენს წინაშე საუბრობდა და ვინც უსმენდა. შენი ხელი შეახე ახლა მათ და შეეხე, შენ წაუძეხი ყველაფერში უფალო და მიეცი სრული განთავისუფლება და ჭეშმარიტებაზე იყვნენ დარგული ხესავით ღმერთო. შენი სიცოცხლის წყლის გვერდით ღმერთო, სიცოცხლის წყლის მდინარის გვერდით ფესვები გაიდგან და მოიტანონ ნაყოფები, რომელიც არის მხოლოდ ზეცის ნაყოფები. შენაკურთხე შემდეგი კვირა და შენი მშვიდობით ჩამოვიდეს პასტორი ზაალი და ჩვენი სტუმარი და შენ გააგრძელე ჩვენი ცხოვრება შენი ნების შესაბამისად. დიდება უფალს სტუმარი გვეყოლება ჩვენ ჯემი ამერიკიდან და შემდეგ კვირას იქნება აქ 10 საათზე. აბა თქვენიცით. რატო 10 საათზე მიფრინავს? მიფრინავს, რა ვიცი, ასე იყო ეთყობა ბილეთი, მიფრინავს და ის იქნება 4 შაბათიდან დაწყებული ჩვენთან ერთად, გვექნება გარკვეული მსახურებები, მაგრამ კვირას ესე იგი 12-ის ნახევარზე უნდა გავიდნენ, როგორც მახსოვს, ამიტომ გაკურთხებთ უფალი იესო ქრისტეს სახელით. ამინ.